აი ჩვენ ახლა ვართ, მე ვარ ამ წუთას ბელგიური სოფელი. არ ვიცი ახლა. აი რა არის, ნახეთ, რა სილამაზია, რა წესრიგია და რა კომფორტია რა. აქ სოფელსა და ქალაქს შორის განსხვავება არის პირობითი. ქალაქი არის, სადაც მაღალი სახლებია, 16 სართულიანები. აი ეს კი არის სოფელი, სადაც კერძო სახლებია. მინდა განახოთ რა მოვლილი არის. და ჩვენთან რატოღაც გქონია რომ თურმე მშობლებს არ ასაფლავებენ, არ ულიან, შვილებს არ უყვარ მშობლები, მშობლებს არ უყვარ შვილი და ასე შემდეგ. ნახეთ რა ლამაზად, რა კოხტად, რა სილამაზია. შემოხვალთვე არა გაგიჩენს იმ წუთასვე მივხვდები რომ საუფლოში ხარ მისული გარდაცვლილების და აი იმ წუთასვე გაგიჩენს პატივისცემას და მოწიწებს. ახლა ამ სოფელში და ნებისმიერ ბელგიურ და ევროპულ სოფელში ყველგან აბსოლუტურად არის ცხელი წყალი და ცივი წყალი, არის კანალიზაცია, რა ვიცი, არის აფთიაქი, არის ბარები, არის ფოსტა, თუ რამე სიკეთე რამე ქალაქს გააჩნია კომფორტისთვის, აბსოლუტურად. აი ესა ველობილიკები. აი მე ახლა დავარღვიე კანონი და არ უნდა გადავაახო. კი. აი ნახეთ რა. და არ გვინდა ევროპა. აი, კი ბატონო, ჩადით ერთ რუსულ სოფელში. ან პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნებისმიერ ბელარუსიის იქნება ეს თუ იგი. და რომელიმე სოფელში თუ კანალიზაციაა, ცხელი წყალია და ყველაფერი კომფორტია, მაშინ ევირჩიოთ რუსეთი. მაგრამ რაღაც არ მგონია რა. რაღაც არ მგონია, ნახეთ რა. არ არსებობს შუკა, არ არსებობს ეზო, სადაც არ იყოს სისუფთავე, სადაც არ იყოს გზა, შეყვანილი კვალი და ასე შემდეგ. ცემენ პატივისცემას სილამაზეს, მცენარეებს, აი ნახე რა ლამაზი ეზოა. და როცა ბავშვი იზრდება ასეთ გარემოში, გიყვარდება ბუნება, გიყვარდება ადამიანი, გიყვარდება ყველაფერი, იმიტომ რომ აქ ყველგან არის წესრიგის, სიყვარულის და სილამაზის პატივისცემა და აი ამ პატივისცემით იზრდება ბავშვებიც, ახალგაზრდობაც. და მიტოვა ნაკლები მკვლელობა, ნაკლები გაუტალობა. აი ნახეთ რა. აი და ახლა გვინდა და მგონია რომ ევროპა დაინგრევა, თურმე ჯერ არ გვიხარია. და მე რა ეთქო ახლა ამ ქვეყანას დაანგრევის. არის ყველაფერი აბსოლუტურად სოფელში. აფთიაქიდან დაწყებული, ბარებით დამთავრებული და ჩამოდიან კონცერტებს ატარებენ. მოკლედ რო ვთქვათ. აი მატარებელზე მივდივარ, ახლა არის ავტოსადგური, არის მატარებელი, ტრანსპორტი არ არის, პრობლემა არ არის. ნებისმიერ წუთს, ნებისმიერ წამს შეგიძლია იმგზავრო და წამოხვიდე სოფელში. ნახეთ, როგორა ყველაფერი. ველოსიპედის გზა, როგორა მოწესრიგებული საგზაო ნიშნები. არც არა, მსხვერპლი არ არსებობს. აი ნახე ახლა ამ კაცს. შეხედეთ ახლა ამ კაცს. რა სახლებო უშენებია. და წარმოიდგინე ესა შრომით აშენებული და არა კორუფციით. შრომით. ამას ახლა რა დაანგრევს და უცით ეგენი როდის დაინგრევია.
ვაი ჩვენ პატრონს უბედურს აი რა ვიცი მთლიანი სოფელი არის მოწყობილი აი ასე უკვე სადაც აი ნახეთ რა სილამაზი აქვს რა იგი აქვს რა ფუ ბედნიერება კომფორტი აგერ ეზოში და ასფალტი შედის ნუ ამაზე არაა საჭირო ეთქობა და არ დაუგიათ ასფალტი ენგელოზიდვაში გიგიმის იმიტომ ყველგან ვინც არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერებისთვისაა მოწოდებული რა ღიმილისთვის და ბედნიერებისთვის ამიტომ ჩვენ გვინდა ევროპა ცეცხლი ოლიგარქიას გაუმარჯოს ევროპას